ამას ვიზათ. საგარეო მინისტრებში. მაგას ვერ გეტყვით, მე არ მაგრამ არსებობს დასკვნა, რომელიც არის რეალური, შესაძლებელია მისი ნახვა ეს არის შინაური დასკვნა და არსებობს დასკვნა, რომელსაც ვნახავთ ალბათ ყველანი ერთად, როცა იქნება. თუმცა რაღაც კლასიფიცირებული მომენტები იქნება ყოველ შემთხვევაში. შეიძლება რომ ჩემ მოსაზრებას გეტყვით. პრობლემა იცით რაში არის უფროს მეგობრებო. ხო დავით არჩევშიც მე დიდი ხანია ვიცნობ უნივერსიტეტიდან მოყოლებული და ხანგრძლივი ურთიერთობა გქონია. პრობლემა არის დავით ბატონო იმაში რომ ერთი პრობლემა არის იმაში რომ ჩვენ ომით ავაგეთ, მაგრამ მეორე უფრო სერიოზული პრობლემა არის ის რომ თქვენ ამბობთ იმას რომ ჩვენ არც თუ ისე ცუდად ჩაგვიტარებია სამხედრო ოპერაცია. ანუ აქედან დასკვნა საზოგადოების, მათ შორის ოპოზიციის, ჩემი მეგობრების, ჩემი კოლეგების, რომ თქვენ ვერ ხედავთ პრობლემას. ან ჩხმალავთ ამ პრობლემას. ახლა რა თემაზეც თქვენ საუბარი წამოიწყოთ, ხო? ეს არ არის მომგებიანი თქვენთვის, იმიტომ რომ ფაქტი ერთია რა. რუსეთის უდისციპლინო, მოუმზადებელი, ჩვენ ჯარზე გაცილებით უარესად შეიარაღებული ნაწილები და არც თუ ისე ბევრი ჩვენ ჯარზე მეტი შემოვიდა და დაამარცხა ჩვენი ჯარი. ეს არ არის ჯარისკაცების ბრალი, რა თქმა უნდა. ეს ცნობილი ფორმულა, რომ ომს ჯარისკაცი არ აგებს, არამედ აგებენ ხელისუფლებები. ეს არის კლასიკური მაგალითი. დავით ბატონო, მე გავხდით ამ ომის დროს, გავხდით გორში და მერე როცა ქართული ჯარი გამოვიდა ცხინვალიდან. აი იმ ღამეს მე ვნახე, აი ეს ბიჭები, ედგარი ბიჭები, რომლებმაც მთელი დღე იომეს. 5 დღე არ ყოფილა ეს ომი, ეს იყო დღენახევრიანი ომი. დანარჩენი მერე შემოვიდა რუსის ჯარი და საერთო ვერ გაუწიეთ. მე პრომესაც შეგახსენებთ რა ბუშის ადმინისტრაციის დამოკიდებულება სარკოზის განცხადება ალბათ იცით ხო თქვენ საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა რომ ბუშმა უნდა ამერიკავა და მითხრა ნუ ჩაერევი მაგ საქმეში ათალი შევიდნენ თბილისში აი ესე ჩვენი კომპეტენტური მოკავშირე ბუშის ადმინისტრაცია თურმე მას ნდომებია რომ რუსები უნდა შემოსულიყვნენ თბილისში ამიტომ ამას საუბარი ქართული აგვისტოს კატასტროფა საქართველოს ისტორიაში შევა როგორც ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა. ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, ჩვენ დავკარგეთ სტრატეგიული ადგილები, იგივე აფხაზეთში, კოდორის ხეობა საქართველოსთვის იყო ალბათ ასეთ სტრატეგიული ადგილი, ალბათ სამხედრო ისტორიამ არ იცის. აი სოხუმის კეფაზე იყო მიბჯენილი კოდორი. კოდორი თოფის გაუსროლელად დაიცალა. ხომ ვიცით ჩვენ ამის შესახებ? თუ არ ვიცით? დღეს საქართველოს რომელიც საერთაშორისო საზღვრებში ნაცნობია როგორც 69700 კვადრატული კილომეტრი, ამ 69000 კვადრატული კილომეტრიდან 12000 კვადრატული კილომეტრი აქვს დაკარგული. იქ ქართული იურისდიქცია ავრცელდება და მეტიც ქართული მოსახლეობა აღარ ცხოვრობს. საქართველოს ამაზე უარეს დღეები გამოუვლია, მაგრამ ქართველების განსახლების არეალი ასე შეკვეცილი არასდროს მონღოლების დროსაც კი არ ყოფილა. იმიტომ რომ ჩვენ დაკარგული ქონდა ტერიტორიები, მაგრამ იმ დაკარგულ ტერიტორიებზე ქართული მოსახლეობა ყოველთვის იყო. ამიტომ ამის საუბარი რომ არაფერი ისეთი არ მომხდარა, ორიანი კი არა როგორც დათო ამბობს. არამედ 3 პლუსით ან 3 მინუსით დაგვიწერა, არ არის ეს შემოკარგო. არ არის გამოფხიზლდა ცოტა რა. და მათ შეაფასეთ, მათ გახარჯეს თავიანთი ფული, ჩაატარეს ამდენი პროგრამა, გაწნეს ქართული ჯარი და ამუშავეს ქართული ჯარი არ არსებობს. იმიტომ ოფიცრების დიდი უმრავლესობა გამოიქცა. 9 თვეში მომზადებული ოფიცერი არ იცის კაცობრიობის ისტორიას. 9 თვეში არ მზადდება ოფიცერი. ჯარის თავარი ამოცანა დავასრულებ რა. ჯარის თავარი ამოცანა რა არის? დაიცვას ტერიტორია პირველი, უпроსორად ჯერ დაიცვას მოსახლეობა და შეძლების დაგვარად დაიცვას მერე ტერიტორია. თუ იმ ტერიტორიას ვერ იცავს მოსახლეობის გამოყვანის უზრუნველყოფა, ჩვენ ნახეთ რომ მოსახლეობა დავიცავით შიდა ქართლის და სამეგრელოსი. არც იოყდა ეს ორი რეგიონი ჩვენ. მოსახლეობა შევატოვეთ ჩვენი თუ არა და კითხეთ ყოველდღიურად თუ ბნელა თუ იმ ხელა ქვეყანა ვართ რომ არ ვიცით ახლა რა ხდება. გამარცხდა საქართველოს ამ ომში და გამოიტანეთ სწორი დასკვნები. მე პირადად რა თქმა უნდა თქვენი ხელისუფლების არ მჯეროდა და არ მეჯერება, იმიტომ რომ საკმაოდ ეჭვიანი კაცია გამოხარშული მაქვს უკვე გონება ეჭვებში, იმიტომ რომ კეთილი მომავლების არ მჯერამე, მაგრამ
სხვა მაინც დაარწმუნეთ, ამ ქვეყნის მოქალაქეები მაინც დაარწმუნეთ, რომ თქვენ სწორი დასკვნები გამოიტანეთ და სწორად მოიქცეთ. კიდე ეულები ხალხზე მოვიძეთ. დასკვნებზე კითხავდით და ასე სათქმელი ქონდათ. შეიძლება მე ცოტა სხვა კუთხით მინდოდა გამოგზელებინა საუბარი, იმიტომ რომ გონია რომ ჩვენ აქ ძირითადად ვართ შეკრებილი იმასთან დაკავშირებით, რომ ვისაუბროთ რა იქნება მომავალში, რა გველის ჩვენ დღეიდან მომავალში. კერძოდ რა დამატებით შეღირებულება შეიძლება მოუტანოს საქართველოს იმ სტრატეგიულმა თანამშრომლობის ხელშეკრულებამ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან უნდა გაფორმდეს და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ხელშეკრულება გაფორმდება, მაგრამ ბატონი გუბაზის გამოსვლიდან გამომდინარე არ შემიძლია ნამდვილად არ გამოვეხმაურო მის კომენტარს. რა თქმა უნდა, თუ ვინმეს გონია დღეს რომ ჩვენ ვართ გამარჯვებულები ამ ომიდან გამომდინარე, არ ვიცი, მე მგონი ცოტა არასწორად გაიგეთ ბატონო გუბაზი, იქიდან გამომდინარე. მე ვახსოვე ბატონ დავიცავს ერთხელ განცხადება აგვისტოში, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ბატონ გუბაზ, მე გისმენდით, მოთმინებით შენ სწორი მომავალი დავგეგმოთ ალბათონჩიო ჩვენ უნდა შევთანხმდეთ საერთო აზრი უნდა გქონდეს განვლილ ეტაპზე თუ სხვადასხვა შეხედულება გვექნება ჩვენ საერთო მომავალზე ვერ შევთანხმდეთ ვერ გაასრულოს და მოდი დღეიდან მაინც ახალი კულტურა დავამკვიდროთ მხარეებს შორის კამათის და გუშინდელის მსგავსი უბრალოდ მინდა გავაგრძელო რომ დღეს ჩვენ გვყავს 20,000 იძულებით გადაადგილებული პირი რომელიც ელოდება ზამთარს ხო? არ ელოდება ზამთარი დაუდგათ უკვე დიახ ანუ მათი ყოველდღიური გასაჭირი არის ჩვენი თითოეული მათგანის მათ შორის დაწუნებული ვარ ბატონი გუბაზისაც საზრუნავი. რას ვეუბნებით ჩვენს მოსახლეობას რომელიც სოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე დღეს ძალიან სრულ ვითარებაში არის მოქცეული. საუბარი არის სამუშაო ადგილების სიმცირეზე, საუბარი არის მძიმე სოციალურ პირობებზე. ამ სიტუაციაში ხო ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით რომ დღეს ჩვენ რაღაც განსაკუთრებული საფუძველი გვაქვს იმისთვის რომ ვიყოთ ძალიან ამაყები და გამარჯვებულები იქიდან გამომდინარე რაც ქვეყანაში ხდება. მაგრამ ჩემი აზრით აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის იმის დაფიქსირებაც რომ დღეს ჩემი პირადად და მთელი ჩემი გუნდის საზრუნავი არის სწორედ ეს იმ პრობლემების მოგვარება რომელიც დღეს საქართველოში არსებობს სამწუხაროდ ეს პრობლემები არსებობდა ომამდე და რუსეთის პირდაპირი აშკარა უსირცხვილო და საერთაშორისო სამართლის ნორმებით აბსოლუტურად გაუგებარმა აგრესიამ ჩვენ ჩავაყენა იმ მდგომარეობაში როდესაც გაცილებით უფრო მეტი მართებს როგორც პასუხისმგებლობა ჩვენ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით ასევე მართებს მეტი მუშაობა იმისთვის რომ ყველა ეს პრობლემა მოვაგვაროს ასე რომ მუშაობა წარმოებს კითხავთ და შემდეგ რეკლამა უნდა გაუშვათ ზუსტად ამიტომ ვარ დღეს მე ამ სტუდიაში რომ ვისაუბროთ სწორედ იმაზე, რასაც მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ და რასაც ვაკეთებთ ამ თვალსაზრისით, და მიმოჩნია, რომ სწორედ ის ხელშეკრულება, რომელიც დღეს ჩვენი განხილვის საგანი არის კიდევ ერთ-ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, რომ ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს ხვალ, რითი იცხოვროს მისმა ოჯახმა, იმისთვის, რომ ქვეყანაში მოვიზიდოთ მეტი ინვესტიცია, რომელიც რა თქმა უნდა ომის შედეგად თითოეული დოლარი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამგვარად უყურებ მე ამ შეთანხმებას. გასაგები ახლა რეკლამა ჩვენს დაწესებაში რეკლამა და შემდეგ ყველა თითოეულ მონაწილეს დისკუსიისა მიეცემა საშუალება სოციალური მოსაზრება დაამტკიცოს რეკლამა ჩვენს დაწესებაში. ბარიერი პროგრამა ბარიერი კლავ ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერშია. ბატონ დავით, ჩვენ მოგცემთ. შემდეგ დასკვნებზე ჩაგიგეთ. იმედი მაქვს, რომ ყოფილი ისტორიკოსები ვართ მეც და გუბაზით. გადადებით არ ფიქრობს, რასაც ამბობს, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ვართ პოლიტიკური ოპონენტების როლში და ერთი ასე ვთქვათ, რა უფრო გვაწყობს რომ ვთქვათ, ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებიდან და ჩვენი გუნდებიდან, პოლიტიკური ძალების ინტერესებიდან გამომდინარე, მეორეა რას ვფიქრობთ რეალურად და მე არ ამგონია რომ გუბაზი ესე ფიქრობდეს, როგორც ისტორიკოსი არ ვიცი მოქმედი თუ ყოფილი, იმიტომ რომ მე მომიწია ამ საქმიანობისთვის თუ ხარ, მაგრამ თავის დანებება. რას გულისხმობ? მასე თუ მიუდექით ძალიან ბევრი